Hey, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვაქსონა. დღეს გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. სხვანაირი ვიდეოა ამ არხზე და აგერ ვარ ბატონი ნიკოლოსთან ერთად კოლაბორაციას ვაკეთებ პირველად ამ არხზე. ვისაც გინდათ ესეთი რამე გააკეთოთ ჩემთან ერთად, შეგიძლიათ ბიოში მომწეროთ იმეილიც არის, რომ კოლაბორაცია რაღაცა ეგეთი მინდა გავაკეთოთ და დაგიკავშირდებით აუცილებლად და მოკლედ ეხლა მე რაღაც შეკითხვები მაქვს გამზადებული. ნიკა, გინდა მიესალმო ხალხს? Салამი ხალხო, მოგესალმებით. მე ვხარ ნიკოლოზ აშფარიძე, ვაქსონას რამოდენიმე თვის წესით უკვე მეგობარი. ეს ხმაწვილი გახლავთ იუთუბერი და მეც იუთუბერი გახდით რამდენიმე წლის წინ და რამდენიმე თვის წინაც ჩემ ცხოველ მეგობართან ერთად ვაკეთებდი კონტენტს. მაგრამ ჩაგვეშალა, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების გამო დატოვა ჩემ მეგობარმა არხი და არხიც ასე ვთქვათ, ჩაკლდა რა, რასაც ქვია. ასე რომ მეც შევეშვი ჯერჯერობით კონტენტის შექმნას და რავი, რითი შემელია ეხა ვაქსონას ვეხმარები, რომ შევქმნათ რაღაცა კონტენტი. ასე რომ დღეს ვიდეოში გახლავართ ვაქსონამ მომიწვია კოლაბორაციის მხრივ და ნახოთ როგორ რა იქნება. ხო, მადლობა მისამებისთვის და ყველაფრისთვის, გვერდში დადგომისთვის. და ესეც ახალი არის ჩემთვისაც კოლაბორაცია და მოკლედ მოდი იმით დავიწყებ შეკითხვით, რომ თუ გინდა რომ გითხრა შენი ასაკი, რამდენი წლის ხარ? მე გახლავართ 17 წლის. 17 წლის. ძალიან კარგი და რამდენი წლის იყავი მაგალითად, რომ აი რაღაცა ან YouTube-ის მხრივ რაღაცა ინტერესტი შემოგივიდა და აი თქვათ, აი მინდა რომ იუთუბერი გავხდე, ან YouTube-ის არხი შევქმნა. ვიქნებოდი ესე 14-13 წლის ალბათ, იყო 2021 წელი, როდესაც პირველად დავიწყე ვლოგები, ასე ვთქვათ, დავიწყე ვლოგების გადაღება. დავიწყე ჯერ ინგლისური კონტენტით, მაგრამ მაგ დროში ჯერ კიდევ არ ვიცოდი კარგად ინგლისური, ასე რომ ისე ვაწყებოდი, ასე ვთქვათ, ქართულ კონტენტს, ქართულად ვიხებდი ასე ვთქვათ ვლოგებს. გარს რომ გავიდოდი ჩემ მეგობრებსაც ვაფიქსირებდი, რაღაც დავდიოდით ასე შემდეგ რაღაცა და ამავდროულად ვისწავლე მე ედიტინგები, თემები, ყველაფერი და დავიხვეწე რაღაცნაირად და ანუ ეგ წელი იქნებოდა სადღაცა რომ გამოვიჩინე ასე ვთქვათ ინტერესი ამ YouTube-ის მხრივ. მე დავიწყე ტუტორიალების შექმნა, თამაშების გადმოწერის, ასე შემდეგ და ანუ არ ვანებებდი რასაც ქვია, სიყვარულს ხედავდი ამ ყველაფრის მხრივ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი გამოხმაურებები არ წამოსულა, რა თქმა უნდა. მაგრამ იყო რა რაღაც პატარ-პატარა გამოხმაურებები, რაღაც მაგალითად 100 რაღაცა ნახვები და რაღაცაები. ეხლა ჩემთვის ეგ დიდი იყო მაშინ დროში ასე რომ. კაია, პირადი გამოცდილებიდანაც რო ვილაპარაკო, ანუ საერთოდ ძნელია YouTube-ის ისა, ახლა შენც გეცოდინება, მიხვდებოდი YouTube-ის არხის დაწყება. არ არის ადვილი, ბევრი შრომა გინდა, ბევრი დრო გინდა და სულ უნდა ახალი კონტენტი დადო და სულ და არასდროს არ უნდა დანებდე, რომ თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო და თავიდან სანამ ამ ვლოგერობას დაიწყებდი და ეგეთ კონტენტს ვინმე იყო, ვინც აი თქვათ აი ამის გამო დავიწყე, აი ვიღაცამ მოგანდომა ამ ყველაფრის გაკეთება? რა თქმა უნდა, აი მაგალითად მე ვუყურებდი ბევრ ბლოგერებს პატარაობიდანვე, ან იუთუბერებს. თამაშების მხრივ ჩემი საყვარელი იუთუბერი ადრე, ყოველ შემთხვევაში. ადრე შეიძლება იყო GTA-ს მხრივ Steve Gamer-ი, Steve 55 Gamer-ი, რა სახელი დამაუწყდა მაგისი, ის იღებდა GTA 5-ის თამაშებს რაღაცა ინგლისური კონტენტით და მაგის ინსპირაცია მინდა ავიღო თავიდან. მაგალითად კიდევ უყურებდი ქართულ იუთუბერებს, ამიკო ზარფუას, მაგალითად უყურებდი Fly Hopes, Roblox-ის მხრივ. და ანუ ამის მე მინდოდა რომ ინსპირაცია ამეყო, ასე ვთქვათ, რომ მეც დამეწყო YouTube არხი და მინახა როგორ გავკაჩავდი და ასე შემდეგ რა, ანუ რაც თავარია მე დანებების უნარი არ მქონდა რა, ანუ ბოლომდე ბრძოლის უნარი მქონდა და ბოლომდე ჩემი მიზნები მინდოდა მივეხწია, რა თქმა უნდა, რომ ასე ვთქვათ, მე გახარებული ყოფილიყავი რა ჩემი საკითხი. იმიტომ რომ მე
ადრე მეგონა რომ ძალიან ბევრი გამახმაურებები მექნებოდა, მაგრამ როგორც მოგიხსენებათ, ქართული კონტენტი არ არის დაფასებული, იმიტომ რომ ბევრი იუთუბერი არის ქართული, ეხლაც პოპულარული იუთუბერები, მაგალითად So Around World-ი, ბევრი ხალხი ყავთ გამოწერები და კარგი ყველაფერი, მაგრამ აი სიმართლე რო ვთქვათ, აი როგორც აქ ამერიკაში აქვს 1 მილიონი ნახვები და ეგეთი რაღაცები და ლაიქებები და რაღაცები, ეგეთი დაფასებულები ქართული იუთუბერები არის. ასე რომ, ძნელი იყო რა მაგ დროში უფრო რა, რომ პატარა იუთუბერებს მოეხოდათ რაღაცა დიდ ნახვიანი იუთუბერები. ასე რომ ესე და ეს არა. ეგრე არის სამწუხაროდ დღესაც დღევანდელ სამყაროშიც ძალიან რთულია, აი პირადად მეც პატარა არხი რომ აქ და ახლიდან რო ვიწყებ, არ არის ადვილი, მით უმეტეს თავიდან არ გავარდება არც ნახვები ექნება, არც დაგიფასდება შრომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო ბევრს რომ ატვირთავ და უფრო რო იშრომებ, რაღაცა გამოვა ყოველთვის უბრალოდ ამ ყველაფერს როგორც გაიგეთ, ანუ დროც უნდა და აი ყველანაირად უნდა ცადოთ თქვენი საუკეთესო, რომ კარგი გამოვიდეს კონტენტი რა და კიდევ ერთი შეკითხვა შენთვის, რამე ვლოგების გარდა, ანუ ოდესმე გეიმინგის არხი გქონია, ან ეგეთი რამე? კი, რა თქმა უნდა, მქონია ერთი საერთოდ ყველაფრის კონტენტის ხრივ არხი. აი 2021-ში შექმნილი მაშინ ვლოგებს ავსდებდი, თამაშებს ავსდებდი, ყველაფერს ვაფშე, აი ტუტორიალებს ვსდებდი საერთოდ ყველაფერს ვაფშე და კაროჩე მიყვარდა რა, რასაც ქვია ეგეთი საქმე. აი მაგალითად ხა მე მაგალითად ჩემ პატარაობის საყვარელი თამაში GTA San Andreas იყო. რასაც გავიზარდე. ჩემს მამას მომდა ეგ თამაში და ანუ მე უკვე მომდა დღევანდელი და ადრინდელი generations რა თქმა უნდა ეგრე იყო რა. ეგრე იზრდებოდა მასე თამაშებს. ხოდა ნუ რა თქმა უნდა რაც მიყვარდა იმაზე ვიღებდი რა თამაშებს რა მაგალითად Brawl Stars-იც ყველაფერი ვაფშე ანუ მაგ თამაშებზე ვიღებდი ესეც საერთო არხი მქონდა რა მაშინ არ ვიცოდი ეხლა რომ ცალ-ცალკე კონტენტები უნდა გადამიღო ერთი კონტენტი უნდა გადამიღო ვაფშე ყველაფერს ერთად ვიღებდი რა ასე ვქნა იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდი რა რო უნდა გამეკეთებინა მაგრამ ეს სიყვარულიც მაინც მოგეთებდი რასაც მეგონა რა რომ ჩემი ბიზნესისთვის მიმეხია რა კი ძალიან კარგია ეგ და ოდესმე თუ კიდე გადაწყვეტ რომ დაიწყო ვლოგერობა აუცილებლად მიაწექი ბოლომდე და დარწმუნებული ვარ რომ დაგიფასდება ძნელია მაგრამ შრომა და შრომ რო იშრომებ ადამიანი აუცილებლად ყოველთვის ბოლოში გიფასდება ეგ ყველაფერი ცოტა კიდე ანუ უკან გადავხდეთ რა ვიცი ახლა იუთუბერობაზე ვლაპარაკობდი და სანამ ეს იუთუბერობა დაგაინტერესებდა, ანუ რამე სხვა იყო კიდე რა მანამდე რამის მიზნის მიწევა გინდოდა? ნუ YouTube-ს რო გადავუხვიოთ, ძალიან ბევრი რამემა დამაინტერესა. მაგალითად, მომავალში მინდოდა გამოსულიყავი მაგალითად იურისტი, სადაც ავირჩევდი რომელიმე საქმეს მაგ ინდუსტრიიდან. მაგალითად ადვოკატი, პროკურორი ან თუნდაც მოსამართლე. მაგრამ მე მაგ საქმეს გადავუხვიე და მაინტერესებდა თუ დამაინტერესებდა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინერობა. აი მაგალითად ჩემი და არის დღევანდელ დროში ძალიან გამოცდილი უკვე და ძალიან წარმატებული ინტერიერის დიზაინერი. და მაშინ დამაინტერესა მეთქი მე სხვა შემიყვარდება მეთქი ეს საქმე, ხო? რა თქმა უნდა ვცადე ხატვა სერიის ყველაფერი და ხაზები ყველაფერი, მაგრამ არ დამაინტერესა ამ საქმე. ვერ დავინახე ჩემი სიყვარული ამ საქმის მხრივ, ხო? მერე დავიწყე პროგრამირებაზე მუშაობა, პროგრამირებელ კოდინგი ვისწავლე, ვებ დიზაინერობა მომწონდა რაღაცა და მერე დღესდღეობითაც ვიცი უკვე საიტი როგორ და გავაკეთო ასე რა. საიტის დიზაინერობა. კი. ნუ ვისწავლე პროგრამირების ენები, HTML-ი CSS-ი, JavaScript-ი ყველაზე ძნელიანი არის. დღევანდელ პროგრამისტებსაც უსწავლდებათ. მაგრამ მაგასაც შევეშვი, იმიტომ რომ მაგ დროში ამბობდნენ, რომ უკვე ახლო მომავალშიო ის ხელოვნური ინტელექტი დაიკავებსო მაგ საქმეებსო და ყველას გაუსულებსო. არ მეკვირს. სამუშაო. ასე რომ მაგ საქმესაც შევეშვი და აი დღესაც ვცდილობ რომ ავირჩიო ის საქმე, რაც მე შემიყვარდება, ასე ვთქვათ. ძნელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაცას იპოვი და
ეხა მაგალითად ჯერ არა გაქვს ხო არაფერი არჩეული რაც აი 100%-ით გინდა რომ აი ვთქვათ YouTube-ის გარდა რომ აიღო და მიყვე თუ გაქვს რამე რა მაქვს კი აი მაგალითად ეხლა ან ჯარში შეიძლება წავიდე ანდაც შეიძლება ჩემი ბიზნესები გავაკეთო ბიზნესებს რაც შეეხება მე პირველად მინდა რომ გაყიდვების მენეჯერი ვიყო სახლების მე ჩემი ბიზნეს ფიტნეს კლუბი მინდა შევქმნა გარკვეულ თანხას რომ დავუბრებ მაქედანაც მე გარკვეული ბიზნესები შევქმნა და ასე ვთქვათ დიდი თანხა გამოვიმუშაო მაქედან კაი ძალიან დრო რო გაიგეს ხა და როგორ მოხდება მოვლენები ძალიან კარგი რაღაცებია კარგი თემებია რაზეც ვილაპარაკეთ დარწმუნებული ვარ რომ ეხა ეს ყველაფერი შეიძლება სხვებსაც გამოადგეს და შეიძლება მისცეთ мотивაციაც რომ ვთქვათ ადგეს და YouTube-ის არხი დაიწყოს ან რამე ამდაგვარი კიდე აი მოდი ეს ამას დაგისმევ თავიდან რომ დაიწყე ვლოგერობა აი რაღაცა ხო უნდა გაგეკეთებინა რომ აი თქვათ კარგი კონტენტი გამოსულიყო და რამე გქონდა აი დაფიქრებულ ხარ მაგაზე საერთოდ რომ აი რა გავაკეთო ან როგორ გავაკეთო ეს და ის რომ ვცადო და საუკეთესო კონტენტი გამოვიდეს ან ვლოგი ან გეიმინგი რის სიმხრიდაც გინდა ну რა თქმა უნდა მე ყოველთვის სანამდე კონტენტს შევქმნიდი სანამდე ვიდეოს დავდებდი მათამდე ფიქრობდი რაზე შეიძლებოდა რომ მე გადამიღო ვიდეოები ხო ხდებით აი მაგალითად ეხა ვლოგებსაც რო ვიღებდი თამაშებს თამაშობდი ასე შემდეგ იუთუბერებსაც რო ვუყურებდი აი მაგედან უკვე მინდებოდა რაღაცა ამ ხრივ თამაშების გადაღება ტუტორიალების შექმნა აი მაგალითად მე ადრე კომპიუტერში ხანდახან ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი რომ ვირუსებს გადმოვიწერდი ხოლმე მაგრამ მე ანუ ტუტორიალებს რო ვუყურებდი ანუ ბოლომდე რო ვეჯეხი იმენა და რო არ ვნებდებოდი მე უკვე ვირუსებს ჩემი თვალს ვთავებდი ხდებით და აი მაგალითად ეხა თამაშების ტუტორიალების ყველაფერის რაც ვისწავლე მე მინდოდა რომ მე ანალოგიური გამეკეთებინა ხო და ანუ მე რა თქმა უნდა ეხა ჯერ ვფიქრობდი დავწონიდი აშერ გავზომავდი და მე უკვე ალბათ თუ მოვიფიქრებდი 100% კონტენტის გადაღება მინდოდა ასე ვთქვათ ჩაუждდებოდი გადავიღებდი ვიდეოს და მე ჩემპიონში ალბათ კაპკუჩი დავაედიტებდი ასე ვსწავლობდი რაღაცა და მე უკვე დებდი ჩემს კონტენტს მაგრამ მაშინ არ ვიცოდი thumbnail-ების გაკეთება რაღაცა ეგეთი რა ის არამე რომე და არ ფასდებოდა მე რა თქმა უნდა ჩემი ვიდეოები მაგრამ ახლა მომავალში ახლა კიდე ბევრი კონტენტი შექმნა მინდა რა თქმა უნდა და იმედია რომ დაფასდება ჩემი ვიდეოები თუ რა თქმა უნდა წამოვიწყე ახალი კონტენტი კი აუცილებლად ეგ არაფერი თავიდან რო იწყებ ადამიანმა არაფერი არ იცის მაგრამ ეგრე სწავლობს საერთოდ ადამიანი და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა ადამიანს საერთოდ რომ ცდის და რომ ცდილობს რომ ისწავლოს ახალი რაც არ უნდა იყოს და ანუ თემაზე დაკავშირებით რა შვებოდი ხოლმე აი ვთქვათ ხო გინდოდა რომ ვლოგი ყოფილიყო საინტერესო აი რა თემას ირჩევდი ხოლმე რაზე ლაპარაკობდი უფრო მეტად ან რა იდეებს იღებდი რამე გაზიარება თუ შეგიძლია კი ბატონო აი მაგალითად ეხა 2022 წელს ვილაპარაკოთ აი მაგ დროს მაგალითად ჩემი Facebook page-ი მქონდა სადაც ვლოგებს ვდებდი ხო ხდებით ანუ ინსპირაცია ავიღე ერთი ბლოგერისგან ანუ ვიდეოებს რო იღებდა ერთი ადამიანი არის გურიიდან ერთი ბიჭი არის ძალიან მისავაძე ადამიანი და მე მაგისგან მაგალითად ავიღე ინსპირაცია და ვიდეოებს ვიღებდი ჩემთვის და web page-ზე ბლოგებს აი მაგალითად მაგ დროს უკვე ნელა ვიხვეწებოდი თითქოს რა იმაგათად ედიტებს ვდებდი უკვე ედიტინგის მხრივ ვდებდი უკვე ვიდეოებს რაღაცა ასე შემდეგ უკვე ვიდეოებს უფრო ვხვეწავდი ასე და ანუ ეხა მაგალითად ანუ რა თემებზე ვლაპარაკობდი ეხლა მაგას შევხედე აი მაგალითად მე ხალხს მაგალითად ვიდეოებში ვირდებოდი რომ ახლა მომავალში აი ამას იხილავთ მომოდი ჩემ ბიზნესზე ვყვებოდი ასე ვთქვათ და ასე შემდეგ რა ანუ ძალიან ბევრ თემებზე შევაუბრობდი აი მაგალითად ჩემი ერთ-ერთი თემა იქნებოდა აი მაგალითად ჩემ ბიზნესზე საუბარი ხო აი მაგალითად
რას გავაკეთებდი ახლო მომავალში, რა იქნებოდა ასე ისე რამე რომე და ასე შემდეგ მე ვანახებდი ხალხს კარგ ადგილებს და ესე ასე რა. აჰა, ძალიან კარგია, ძალიან კარგი იდეები არის. მაგ ყველაფერსაც ფიქრი უნდა. სხვებმაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ილაპარაკა და როგორც გაიგეთ ახლა ნიკამ. ანუ ყველამ შეგიძლიათ ეს იდეები გამოიყენოთ, რომ თქვენი საკუთარი არხით დაიწყოთ და თქვენი საკუთარი ვლოგები შექმნათ და ასე შემდეგ რა. გინდათ გეიმინგი იყოს, გინდათ ვლოგები, აი რა თემაზეც არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოგადგებათ. მოკლედ, დღევანდელი ეს ვიდეო მოკლედ აქ დასრულდება. ძალიან კარგი ის გქონდა კითხვები და ყველაფერი პასუხებიც. იმედია მოგეწონათ. აუცილებლად თავიდან დამოვიწყდა მე თქვა, ეხა ვიტყვი და ალაიქეთ აუცილებლად ვიდეო, გამოიწერეთ არხი. თუ სურს ნიკა რამე შენი online ქსელი ან ინსტაგრამი ან რამე შემიძლია ბიოში მივაბა ხალხს თუ პრობლემა არ არის. და რასაური ერთი ამის დამატება მინდა სანამ ვიდეოს დავასრულებდეთ, ერთი რაღაცის მინდა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რაც მიზნები არ უნდა გქონდეთ, ჩემ მეგობრებო, აუცილებლად იცოდეთ, რომ არ დანებდეთ. და ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, რომ მიაღწიოთ, რასაც არ დაიწყეთ პატარა რაღაცეებით და ნელა ასე ვთქვათ, ჟარგონით ან რაღაც ეგრე რო ვთქვათ, მოიხოდეთ. არასდროს არ უნდა დანებდე. და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ადამიანს დაუფასოთ, ეხლა რასაც აკეთებს, რასაც დებს ვიდეოებს, ახლო მომავალში გათამაშებას გავაკეთებ, არ ვამბობ რომ რა გათამაშებას გავაკეთებ, მაგას გაიგებთ, როდესაც ეს ადამიანი ავა 1000 გამომწერზე. მე ამით დავასრულებ ლაპარაკს და ალბათ თქვენიცით დავუფასეთ ამ ადამიანს შრომა და არ დაგავიწყდეთ, არ დანებდეთ. თქვენი მიზნებისთვის. მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, გვერდში დგომისთვის, ამ კითხვებზე და პასუხებზე, რომ გაგვეცი პასუხი. და კიდევ ერთხელ, როგორც გაიგეთ, გათამაშება კი იქნება 1000 გამომწერზე რო ავალ, ძალიან მაგარი რაღაცა იქნება, დამიჯერეთ. და აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, გადააზიარეთ მეგობრებთან ერთად, რაც უფრო მალე ავალთ 1000-ზე, მით უფრო მალე იქნება გათამაშება. მით უფრო მოვიხოდებით, მით უფრო ბევრი და კარგი კონტენტი წამოვა და მომავალ ვლოგამდე.